გასულ ეპიზოდში თქვენ ნახეთ. ინვალიდმა დათომ შერკინება გამოტოვა. გამარჯვებული შორენი. $1000 თუ ცრემლით დანამული წერილები. შეგიძლია დათმო ეს $1000 და შენი წერილი. სხვების წერილების სანაცვლოდ. შორენას პრაგმატული არჩევა. ჩემი წერილი და ჩემი ფულები. მაშინ ჩაყა გადაყარე. ჯობდა რომ შორენა უარია თქვა იმ ფულზე რა. ცოცხალი მატლების ჭამით მოპოვებული იმუნიტეტი. დამარცხებული მეხინგლე. კაცების უსუსური თავისმართლება. 1000 საიზორო არსებობს და ყველაფერს უპირში ჩაიგდე. ხალები ყველაფერს თამოდნენ მაგ. რა სარგებლობა მოაქვს უსაქმურ კაცს? საერთოდ უნდა გავიდე მაშინ. რა აზრი აქვს მათთან? ქართულ ტომში ფემინისტური გადატრიალება მზადდება. შაიშჩაიგან მამაკაცები არ გვინდა. ვახტანგ კაკულიას მეგობრებისგან. თუ ვახტანგ კაკულია მეგობრების წინააღმდეგ. არანაირად წერილი. უკაცრიელ კუნძულზე სიყვარული ღალატმა იმსხვერპლა. გიორგი კუნძულს დონობს. ისე გამოჩენილი ხო რომ შენ თქვა და მიეცი ხო მაინც როგორც შენთვის საჭირო და ამის შემდეგ თუნდაც გიორგი გავრნელი იყო რომელიც შენი ძველი თანატომელი ხო წერილი ხო ისე ხო არ გადარდებდა შენ არ გადარდება რა იცი შენ რატო გიყავს ის მაგას ლაპარაკი მესე აღუჩი შეიძლება ხო მართალია ხო რაღაც მომენტში პასუხისმგებლობა ავიცილე ხო წამოსვლის დღიდან გოგოებს შაში შენ და ბიჭებს მითხრეს რომ ლიერები გავაგდოთ, რა თქმა უნდა, დათო გავაგდოთ, რა თქმა უნდა, დათო გავაგდოთ. იყო მაგისგან ეგეთ ლაპარაკი, მაგრამ მე არ მწყენია. არა დათო ხარ, მე დარჩენილი კონკურსანტები და ყველაზე ნაკლებად მივიჩნე, რომ შენ ხარ, თქვათ რა, ყველას მე უფრო მეტად მივიჩნე რაღაცის გმირობის ღირსად, ვიდრე შენ. ამის ლაპარაკს გავხსოვე. მაგასაც ნუ ამბობ, აი მაგას გეუბნები. არა დათო, შენ რომ მე დამასახელე, მე პანიკა უნდა ამეწია შენსავი და შესვლის წინ, ომთა საბჭოზე შესვლის წინ ისტერიკაში უნდა ჩავარდნილიყავი, რომ ნუ დარბი ხარ მეთქი? არა, ნუ ისტერიკაში ჩავარდი, რომ ნუ დარბი ხარო და ნუ დგებია და თუმცა რომ ამოვისუნთქო, შენ უნდა კითხო, ნუ რატო ვერ გავიგე? ვერ დავაწვეინებდი რა. იმად რა თვალით შევხედავდო. ტიპებმა გამიხსენეს რაღაც 900 იქითა ვარ. 900 იქით ჩას 800 იქით. ვაფულია. წერო ჩამოვდო აი ზუსტად ეხლა. აუთ შემოსწავლე შეჭი წერის მოწერა. შენ შეგაგირე, მაგრამ მე ვიხდი რომ მომენატრე. გამაგრი. და ხო ისა, შენი ხელბაღით ბოზებში ვიყავით. ჩემი წერილი იყო ძალიან როგორც მოსალოდნელი, იყო ძალიან მხიარული. ჩემი მეგობრებისაგან, მაგრამ ვიხალისე მე ჩემი მიმართ იყო ძალიან ბევრი ისეთი ხუმრობები. აუ, სრაზუ რაღაც ჩამოგვიტანა გაიჩიტა რაღაც.
მომაქვს ხოთხარეს. ჭირდებოდა ეს სიხალის ენდრო ძალიან დათრგუნული ვიყავი აქ. აი ამ ხალხთან რომელებიც სიტყვაზე აქ დამიმეგობრდნენ, ხო სიტყვაზე, ხო აქ არიან ჩემი მეგობრები და არც აქამდე არც ამის მერში არ იყვნენ ჩემი მეგობრები და ისინი ხო მაინც ჩემები არიან და იმათი ესო ვიგძენი რაღაც იქა და თუნდაც ეგ შაყირი, თუნდაც რაღაც დაცინვა ჩემი ან რაღაცა. მივხვდი. გლიჯავე. ამიტომ ღირდა რა ეს ჩემი გადაწყვეტილება გუშინდელი ხმის მიცემის მაგივრად ჩემი ხმა მაინც აფსა შეცვლიდა მე როგორც მგონია. შეეცვალა, მაგრამ არ ჩავთვალე ეხა წერილის აი ეს ხალისი რაც ეხა მივიღე და აი მათი ხუმრობებისაგან რაც მე ვიცინე, არაფერი არ შეცვლის იმ მაგ ემოციას. ყველას ნუ გამარჯობა, ყველა ფიქრობს თავის თავზე. ვინც გავარდნილია, აღარავის აღარ ადარდებს. იმიტომ რომ ახალ ეტაპზე გადადის უკვე რა. მე მაინც იმაზრის ვარ, რომ საერთოდ მისდის მისაღწევად ყველა გზა არ არის დამართული. ფინალისკენ მიდიხარ და რაც უფრო ისა, უფრო და უფრო ვერაგული რაღაცები მოხდება. ჩვენ თვითონს გვაქვს შანსი, რომ ეს ვერაგობა არ ჩავიდინოთ. აი გვაქვს მაგის შანსი და აი გავაკეთებთ თუ არა ბოთ ჩავაფროს. აი ესეთი ვარიანტია ცეცხლზე. არ გავცვალეთ მაშინ მარია. იმას არ იმ დროს ძალიან საჭირო იყო ცეცხლი და всё. ეს იყო სტრატეგია გუნდური. რომელიც მე მინდოდა რომ ჩამოვეყალებოდი. ო, ჩემს და თამას ურთიერთობა რაღაც იძაბება ხოლმე, რადგანაც რაღაც გიორგის და თამას შორის იყო რაღაც ეგეთი love story სპონჩი. ყველა ატყობდა რაღაც ძალიან ერთად იყვნენ რაღაცა და რო წავიდა გიორგი, ხა ეს უკვე არაადეკვატური გახდა ეს გოგო. რაღაც უკვე ზედმეტად გაღიზიანებადი, აღარც ხუმრობა ესმის, აღარც გადაკრით ნათქვამი და სულ ყოფაზე ყვირის და სულ გვიწყებს რაღაც მორალებზე საუბარს. ადამიანი როგორ უნდა გაიზარდოს და როგორ უნდა მოიქცეს ცხოვრებაში, ეს არ მithქვია. მithქვამს. უნდა წავედ აი ამ ქვაზე გადავაბიჯოთ, აი ხარ ჩავყვინთოთ. ზუსტად სიტყვას. ხო, აი მეს გითხარი გუშინ მასწავლებელი ვით გველაპარაკები მე. აი არა, ხუნო არა. მე ფიქრობ და მე ვიხილავ და მე განმარტავ. ჩვენი ლოგიკა გვაქვს ეხლა. ზოგი ხო არა ვართ ესე განვითარებული როგორც ჩვენ, ხო? საწყენი ხო არა. ქართველი ქალბატონები თანატომელ მამაკაცებს უჩივიან. ისინი ან ზარმაცობენ, ან უბრალოდ არაფერი შეუძლიათ. დღეს მამაკაცებს საკუთარი რეპუტაციის დაცვა შეუძლიათ. შერკინებას პატრიარქატი ეწოდება. გამარჯობა. დღევანდელ შერკინებას ჰქვია პატრიარქატი. შესაბამისად შერკინებაში მონაწილეობას მხოლოდ მამაკაცები მიიღებენ, ანუ დათო ზვიადი ვახო. შერკინება არის ორ ეტაპიანი. პირველი ეტაპი ეს იქნება ბრძოლა შვილდისრით, ამ თქვენ უნდა გაარტყათ აი ამ მიზანში. ისმის დააგროვებს ყველაზე ნაკლებ ქულას, გამოეთიშება თამაშს. დარჩენილი ორი გახვალთ მეორე ეტაპში და ერთმანეთს შეეჯიბრებით ქოქოსის გაპობაში. გამარჯვებულს ექნება ჯილდო, რომელსაც ცოტა მერე გეტყვით. პირველი, დათო. შეგვიძლია დაიწყოთ. ყველას გაქვთ 5 გასროლა. ორმოცი 60 80 სულტად 100 ქულა, იმიტომ რომ ერთი ააცილე. ზვიად შენ ხარ შემდეგი. Teatrier. Ara, ari. Ati.
ყურდღელი. შველი. არა. თქვენ დათვლაც არ უნდა. 20 ქულა. 100 ქულა დათო 20 ზვიაც. ხო ხო? შეგიძლია. არა ერთი რომ მოვაკლა ნორმალური იმინა და არ ხავდა. ეს ძალი ერთი იქით გააძვირა ერთი და ბოლოს და ნერვებზე იმას აინტერესებდა რა. აღო. კარგი 30-ია. მეტად ხაჭი. დათო ახო თქვენ გახვედით მეორე ეტაპზე. ზვიად შენ გამოეთიშე თამაშს. დათო ახო თქვენ ხართ უკვე მეორე ეტაპზე, ანუ ფინალურ ეტაპზე. მზად ხართ რომ გაჩეხოთ შუაში. ორი ქოქოსი. სამი, ორი, ერთი, დაიწყო. ახო ეს არაფერი არ არის შენ უბრალოდ წააგე. არ წამიგია. გატყდა. ქოქოსიც უნდა გატეხილიყო. დათო გილოცავ. ჭამ. ეხლა რაც შეეხება ჯილდოს. ამ შეერგენებაში მონაწილეობდით მარტო მამაკაცები. მამაკაცები აქ იბრძოდით სხვა შორის მანდილოსნების გამო. ანუ რა ხდება? შენ აირჩევ ნებისმიერ ერთ-ერთ გოგონას, რომელიც გაემგზავრება ერთი დღით წავა ძალიან ლამაზ კუნძულზე და გაატარებს ძალიან კარგ დროს. შენ არ წაყვები. შენ უბრალოდ იბრძოდი იმისთვის, რომ ერთ-ერთი გოგო წასულიყო ამ კუნძულზე. გადაწყვეტილება ახლა არ მინდა, მე მოვალ კუნძულზე დაახლოებით 2 საათში და შენ მეტყვი ვინ იქნება ეს ერთი გოგო. მაინც კაი საქმე გააკეთე. ყველანი ხართ თავისუფალი კუნძულზე. დაბრუნდით. დათო, შენ დღეს მოიგე შერკინება. რაც კიდევ ერთხელ გილოცავ და ეს მოგება შენ მიგეწყვნა შენ თანტომელი ნებისმიერი გოგოს. შენ გადაწყვეტილება. მე ვაი დათო, შენ დღეს წახვალ საკმაოდ ლამაზ და ეგზოტიკურ კუნძულზე არავა. სადაც შენ გელის ნორმალური პირობები, ანუ მასაჟი, ლოგინი ნორმალური, ადამიანური საკვები, ანუ მთლიანი კომფორტი, კომფორტზე უფრო მეტი. შენ გელის დღეს ერთი დღე და ერთი ღამე, შენ გელის ფუფუნება. შეგიძლია ამ სამი გოგოდან აირჩიო კიდევ ერთი, რომელიც წამოყვება და შენთან ერთად გაიზიარებს ყველაფერ ამას. აუ რა მაგარია! მარტო ნათია და კეთი. დღევანდელი დღე და ღამე თქვენ გელით კუნძული რავა. 2 წუთი მომზადებისთვის და ორივე ნაუზე. მუჩქის გადაწყვეტილება ქეთის წაყვანის უფრო ლოგიკური იყო, იმიტომ რომ ერთად არიან და მეგობრობენ
ბუჩქი, ქეთი და დათო და ანუ არც გამკვირვებია და არც ველოდი სხვანაირ რაღაც მოვლენების განვითარებას. შოკში ვარ. ლოგიკურიც იყო ალბათ ეს გადაწყვეტილება ნათიასი, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა, რომ მიამირჩია და არასხოა და ძალიან ბედნიერი ვარ. რომ დავითას ყოფილიყავ მაინც თამუნას გავუშვებთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრავმა მიიღო, გუშინ მეგობარი რომ გაუგდო თვითონ. ეხლა ეს მაინც გაეკეთებინა ჟესტი, რომ თამუნა რაღაც გაეშვა იმ კუნძულზე, ცოტა როგორ დაისვენებდა რაღაც გამხიარებდა. ну მეც და შორნასაც რა თქმა უნდა გული დაგწყდა, იმიტომ რომ ჩვენც წარმოგვედგინე ჩვენი თავი იმ კუნძულზე ხოლმე წარმომედგინა მე, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ დათო მე არ დამასახელებ და არ შორნას არ დასახელებ. მე ხა კალინო გავალო. მე ვარ კეთი არა მოდი უნდა გამომეცადა ის სიტუაცია, რომ აი დამეფასებინა ეს სიტუაცია რა, აი ძალიან მაგარია და ძალიან მაგრა ვარ. შოკში ვარ. აი ეს კუბინი. Another kid. Katie. მაგარია. არაფერი არ შეიძლება. Wow. I like that. Thank you so much. That was great. სად გაუშვი ხო ხალხი სად გაუშვი მაგარ ადგილას გაუშვი რა ჩაწყობილი მქონდა ყოველ დღეს იქ დადიხარ ხო ყოველ მეორე გაჩნი კურორტი რა იქნება კომფორტ რაღაცა ბასეინი მასაჟი არ ფიქრობ მასე რა როგორ არა აი ჭამას კაი ყავას დაალებენ კაფეში მოждდება სად ეგეთი რამე არსებობს წარმოგვიდგინა Thank you. Mrs. Malone, it's getting.
საღამოს უჭველი დისკოტეკა იქნება. რაღაცა ცეკვა და აი ხა ცეკვის ის არ ექნებათ, მაგრამ შეჭამენ დაიძინე. ცეკვის თავი არ ექნებათ. იცი რა სიტუაციაში რო ხვდები, მე მოდიხარ თანათან. არა, იქ რა თუ იქნება თვითონ ესეთი კომპანია რაღაც ხარ, თუ მარტო ორის რაღაც ჩამორჩენი ჭაღარა ზანგი იჯდება. რა საინტერესო საღამო გაგება. ყოფილი ამას აღარ ქვია, ეს არის რაღაცა განსაკუთრებული. Привет, Саста. ადგილი იყო, რასაც ქვია, მართლა ძალიან ლამაზია და ყველაფერი შერწყმულია, ხო ხდება. თან ორი უკიდურესობა იყო რა, აქედან პირდაპირ გადადიხარ ისეთში, რაც ზღაპარს გაგონებ, ხდები. მაგარი იყო ძალიან. საშინელებები ვაკეთებ, საზრ რომ ცხოენია, ხა რაღაც აგზული არის. ნახავი ჯორჯიკას რო დავი, მაგრამ არ დამარტყი, ვაფშე არ მომექიდა მეთქი. გაუშვი ახლა ესენი კიდე სადღაც. ზედმეტად დავიმხეთ დავზედა იგი. და პროსტა მაგისა ახლა. აი. ცოტა სასმელოჩი დაარტყათ და მისცეს თავისუფლება რომ გაეკეთებინათ რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა. ცოტა. ავითომ დილას რაც გაგვახსენდაო ცოტა შევწუხდითო ამაზეო, მაგრამ არა უშავს. დავიწყლათ მე მგონი. აი ესეთ პირობებში იცხო რომ ის ყველაფერი მე დააფასო რა, აი თუნდე. ვაფასებ ყველაფერს და ზედმეტად ვაფასებ. ზედმეტად ვაფასებ უკვე ხო. აი ხარეთ ბავშვი. დღევანდელ იმუნიტეტის თამაშს სახჭობელაზე ქვია. მათ, ვისაც იმუნიტეტისთვის ბრძოლა უბრალო გართობა გონია, თავისი აზრით ძალიან მალე შეეცვლება. გაერთიანებულ ქართულ ტომში 7 წევრია. თამაშის შემდეგ მათი რაოდენობა 5-მდე შემცირდება. გზა ედემისკენ ჯოჯოხეთზე გადის. გამარჯობა. თქვენში ბევრს უნდა რომ გახდეს გმირი, მაგრამ ამ წოდებას თქვენში მხოლოდ 1-2 იმსახურებს. დღეს თქვენ გაქვთ ბოლო იმუნიტეტის თამაში, მაგრამ ორი თქვენგანისთვის ეს ამ კუნძულზე უკანასკნელი თამაში იქნება. თამაშს ქვია სახჭობელაზე. თქვენ ამ სახჭობელაზე უკვე გახართ. წესები ასეთია. ხელებით თქვენ დაეკიდებით ძელს, თქვენს წინ ჩამოიშლება დაფა, სადაც თანამიმდევრობით წერიათ ციფრები. თქვენ უნდა დაიმახსოვროთ ეს ციფრები, ხოლო შემდეგ, როდესაც ჩამოვარდებით, უკვე თქვენივე დაფებზე, ზუსტად იგივე თანამიმდევრობით უნდა დაწეროთ ეს ციფრები. პირველი ორი, ვისაც შეეშლება, დატოვებს არა მარტო თამაშს, არამედ კუნძულსაც. დღესვე, თამაშის შემდეგ. სასტიკად იგრძალება ერთმანეთის დაფებზე დახედვა და გადაწერა. ეს არის დისკვალიფიკაცია და ვინც ამას გააკეთებს, ის დატოვებს კუნძულს. რამდენადაც სასტიკია დამარცხებული ხვედრი, იმდენად ძვირფასი იქნება გამარჯვებულისთვის თავისი მონაპოვარი. ის, ვინც მოიპოვებს იმუნიტეტს, უახლოეს ტომთა საბჭოზე მიეცემა კიდევ ერთი დამატებითი ხმის მიცემის უფლება. ასე რომ იბრძოლეთ და გეშინოდეთ დამარცხებას. მოემზადეთ 3, 2, 1. დათო, კეთი, თამარ.
ნათია. დარჩა 2, ზვიადი და შორენა. ზვიად, გაჯექი. შორე, მოდი დაჯექი შენ ადგილზე. არც ერთჯერ არავინ არაფერს. მოემზადეთ იმისთვის, რომ ზუსტი თანამიმდევრობით ჩამოწეროთ ციფრები. გახსენით დაფები? მზად ხართ ხო? დაიწყეთ. ისე ნუუყურებთ. ნათია, გადააფარე ხოლმე, იმიტომ რომ ყველა ხედავს ერთმანეთს. მაგისთვის არის გადასაფარებელი. ნათია, გადააფარე ხოლმე დაფას. თქვენ უკვე მორჩით წერას. სანამ ნახავთ შედეგებს, მინდა დავიწყო იმით, რომ თქვენ იცოდით წესები. წესები იყო დარღვეული. დათო. შენ გადაწერე სხვისგან, ეს არის დარღვევა და ეს არის დისკვალიფიკაცია. შენ ტოვებ თამაშს, შენ ტოვებ კუნძულს. გამოვარდი პროექტიდან. ბავშვობიდან ეგრე მაქვს, რომ ციფრებს ვერ ვიმახსოვრებ რა. 1 2 1 1 3 2 3 1 2 1. ტელეფონის ნომრებს ციფრებს საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ. მაინც ბოქსიორის თავი ხო იცი? ყველაზე ცუდი მახსოვრება მაქვს მაგაში. ვიცოდი რომ გავარდები და პირველი 10 ციფრი დავიმახსოვრებ და გვერდზე აღარდა გადამე. არა, ჩავიხედე მე იმის ფურცელში, მაგრამ მე ვერ დავინახე იქ ისეთი ციფრები, რაც არ შეესაბამებოდა იმას, იქ რაც ეწერა. უკანასკნელი გმირი არ მინდა რომ გახდეს ვიღაც ისეთი სუსტი წარმომადგენელი, სუსტი სქესის წარმომადგენელი, რასაც უკანასკნელი გმირი ქვია უკაცრიელ კუნძულზე რა. იმიტომ რომ იმან ციფრები დაიმახსოვრა ან რაღაცა ისეთი. გადაწიეთ გადასაფარებლები დაფიდან და დაიჭირეთ. პირველი ციფრი ერთიანი 1 1 1 1 1 1. პირველი ციფრი ხოლმე გამოიცნო. მეორე 2 2 2 2 თამარი ვახო ჯერჯერობით ყველაფერი ისე როგორც დაფაზე ეწერა. შემდეგი ციფრი არის 1. ჯერჯერობით ისევ სწორად გიწერიათ ყველას ციფრები. მეოთხე ციფრი. ისევ ერთიანი. 1 1 1 1 1 1. მეექვსე ციფრი 2. სვიათ. სწორია. კეთიც სწორია. შორენა. შენ ქონდა ცდომილება. სამწუხაროა, მაგრამ შენ ტოვებ თამაშს, შენ ტოვებ კუნძულს. თქვენ დარჩით 5. ორმა ადამიანმა უკვე დატოვა ტომი, დატოვა კუნძული, დატოვა თამაში. გავაგრძელოთ. შემდეგი ციფრი 1. სვიათ სწორია. სწორია, ხო? თუ არ ვცდები, კი? ყველას ერთნაირად გაქვთ, ანუ ისე როგორც უნდა გქონდეთ. მეათე. ერთიანი. სწორია. ნათიასაც სწორი აქვს. სწორად არის, ხო? მაგრამ ამის მეტი აღარა გაქვთ. შეგიძლია ჩამოჭდე კუნძზე. 4 განაგზობთ იმუნიტეტისთვის
ბრძოლას. მეორე ხაზის პირველი ციფრი არის 3. ზვიად 3, სწორია. ნათიას 1, ნათია ვიუჯექი გვერდით. კეთის. თამარი 3, სწორია. ახო სახე გამოაჩინე. სწორია 3. მესამე ციფრი არის ერთიანი. ზვიად სწორად გაქვს დამახსოვრებულიც და დაწერილიც. თამარ შენც ვახო. მანახე. ორიანი. დაჯექი კუნძზე. შენ გამოეთიშე თამაშს. განაგრძო თორნი, ვის ექნება იმუნიტეტი ამჯერად, ზვიაც თუ თამარს. მეოთხე ციფრი, ორიანი, ზვიად, თამარ, ორივე სწორად გაქვთ დაწერილი. მეორე ხაზის მეხუთე ციფრი არის ორიანი. 2, 2. ისევ სწორია. შემდეგი ორივეს ისევ სამიანები გიწერიათ, აქ არის 3. ახლა ვნახოთ. რომ სხვადასხვა წერია. 3 რომ წერია? შენ გიწერია 3, თამარს წერია 2. მესამე ხაზის პირველი ციფრი. გამარჯვებული თამარი. ზვიად დაჯექი. თამარ გილოცავ შენ გაქვს იმუნიტეტი? მოდი. თუმცა საბჭოზე შენ შეგიძლია ორ ადამიანს მიცე ხმა. ორ ადამიანს? ან ერთ ადამიანს 2 ხმა. სულ ეს იყო თქვენ დარჩით 5 განაგრძობთ ბრძოლას უკანასკნელი გმირის წოდებისთვის. შევხვდებით ერთმანეთს ტომთა საბჭოზე. ორი კაცი როგორ გამოგვაცალეს? აი რაღაცა ის იყო. შოკი გა მივიხეთი აღარ არის მეორე წამით. უცებ 2. ნუ შოქშია. ესეთი ძიმე თამაში არ ყოფილა. აი ახლა დავწმუნდი რომ მართლა იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მე თვითონ მეგონა და ჩემ ახლობლებზე ხო ლაპარაკი ზედ მეტია, ჩემა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა რო უყურონ ამ პროექტს, ალბათ რაღაც გაგიჟდებიან, ისეთი რაღაცები გავაკეთე, რაც ცხოვრებაში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მე ამის გამკეთებელი ვარ. აი იქიდან წასვლა მაგრა გამიტყლებდა, აი ძალიან გამიტყლებდა ესე მგონია. არანაირი სიტყვა და პირდაპირ. პირდაპირ გავდა წადი და გაქრა ადამიანი. ხოლმდღეს რომ გავიღვიძე და ქვიშაზე აღარ ვიწვევი, კოღოები აღარ შემაწუხებენ და რაღაცა საშინელი ბზუილი აღარ გამაღვიძებს, ვიქნები უბედნიერესი ადამიანი. აი ეს კუნძული არის მოულოდნელად ახსოვს. რას ელი და რა იქნება კაცმა? ნახდათარი. ნახდათარი. დაუხდება. არა, просто შორინაზე წასვლა მეწყენა. შორინაზე არ მეგონა რა. აუ, არც მე არ მეგონა. რამდენი ეწერა, 3 ხაზი ეწერა. შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ გამიხარდა რომ დათო წავიდა. დათოს არაფრით არ ეკუთვნოდა აქ ყოფნა. და არ ვიცი, ამიტომ ძალიან მეწყინა რომ შორენა და დათო ერთად წავიდნენ. შორენა მე ხოთი პატარა გოგო, აი არ ვიცი 10 თავით კი არა და მილიონჯერ მეც იმსახურა. დათო ამ თამაშზე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც იქცეოდა მთელი კუნძულზე ყოფნის განმავლობაში, ანუ შეეცადა ისევ რაღაცით გამძვრალიყო და სხვისი რაღაცით გამძვრალიყო და ანუ თვითონ ისევ არაფრის გაკეთება არ უნდა და სხვის ხარჯზე უნდა და ისევ წინ წასვლა რა. წავედით მართლა მოვედით 5 წესით ყველაზე მაქსიმუმი 6 მაინც უნდა მოსულიყავით უკვე ერთი ადამიანი მაინც უკვე რაღაც სხვა ხალისი შემოაქვს. კარტილი წავიღოთ მე სამახსოვროთ როგორც ის რაღაც ამ პაისთვის და ნათიას გამოგვეცალა ახლობელი ადამიანი უბრალოდ რომელიც მოდიოდა სამხრეთიდან და ეს თავიდანვე რაღაც თითქოს დავახლოვდით და შედარებით კარგი ურთიერთობა ქონდა მაგ ადამიანს ჩვენ ორ გოგოსთან დათოს. ვაფშე შოქში ვარ რა. იცი რა, დათოსთვის ძალიან კარგია. ფეხით შესახობსებელი აქვს, მოსარჩენი აქვს და სახში მოურჩება.
ვერ იბრძოდა თავის აქ მორჯულდა და ამდენი ხანიც რო გაქაჩა სხვებს მადლობა ხო? მადლობა. ხო. ძალიან ცუდ ხასიათს დავდექი არ მეგონა თუ ეს განვიცდით. აქამდე ეს თუნდაც ვფიქრობთ რომ ხალხი შეცოტავებული იყო რომ თვითონაც ფინალისკენ წასვლა და ამას დასასრულისკენ წასვლა ყოველს უხარია სიამოვნებდა და სიახლის მოლოდინში ვიყავით. მაგრამ უარყოფით შედეგი მიიღო რაღაცნაირად ცუდად ვიგძენი მიწოდ თავი. იმათ სამი ხმავთ, იმათ ანუ თამუნას და ვახოს სამი ხმავთ ამ წუთში. აქეთ სამი ადამიანია და ალბათ გაიყოფა ხმები და შემდგომ რა მოხდება, ეგ არ ვიცი. გასულმა იმუნიტეტის თამაშმა გაერთიანებულ ქართულ ტომს მუსრი გააუო. ორმა მონაწილემ თამაში დატოვა. გამარჯვებულმა კი იმუნიტეტთან ერთად დამატებითი ხმის უფლებაც მოიპოვა. ასეთი რამ ტომთა საბჭოზე ჯერ არ მოხდარა. მხოლოდ 5 მოთამაშე და 6 ხმა 4-ის წინააღმდეგ. გამარჯობა. თქვენ ის ბედნიერი მსაჯულები ხართ, რომლებიც წინაზე გადაურჩით თამაშზე სახჭობელას. მსაჯულები კიდევ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანში თქვენ კიდევ ერთ-ერთ თქვენს თანატომელს გამოუტანთ განაჩენს. როგორც ყველა ტომთა საბჭოზე. თამარ, პირველი კითხვა შენთან. შენ დღეს გაქვს ტომთა საბჭოზე ყველაზე დიდი პრივილეგიები, გაქვს იმუნიტეტი და გაქვს კიდევ ერთი დამატებითი ხმის უფლება. შენ მიმართ დამოკიდებულება ხო არ შეიცვალა თანატომელების? დამოკიდებულება არ ვიცი შეიცვალა თუ არა, ხა უარყოფითი და ნეგატიური არც ყოფილა, უბრალოდ შევა უფრო მეტად მიღიმიან, არ ვიცი და უბრალოდ კოზინაცერს ჩავარდათ, იმიტომ რომ წინაზე მე მითხრეს რომ მე რო არ ამეღო იმუნიტეტი მე გავარდებოდი. ხო, ბოლო იმუნიტეტის თამაში რაც იყო. აი რას ფიქრობ მაგ თამაშის შედეგებზე? ორმა ადამიანმა დატოვა ტომი. ელემენტარული რაღაც იყო დასამახსოვრებელი და ვერ დაიმახსოვრეს და გამიკვირდა და ვიცი, ალბათ ადამიანს ვერ დაიმახსოვრებს რაღაც ციფრებს უნდა გავარდეს ეგრევე. კეთილი. შენ ელოდია ამ ბოლო იმუნიტეტის თამაშისგან რომ სწორედ დათო და შორენა დატოვებდნენ თამაშს და წავიდოდნენ. არა, კონკრეტულად არ ველოდი რომ მაგ ორიდან რომელიმე წავდა, ანუ ეგენი წავიდოდნენ. იცით როგორ არის თამაშია და შეიძლება აქ შორენას წასვლა ერთმა ელემენტარულმა შეცდომამ განაპირობა. ანუ ეს არის თან ისეთი პირობები იქნა წაყენებული რომ ამ თამაშს მე ორი ადამიანი ტოვებს ეგრევე პროექტს რომ ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედა ყველა ჩვენთაგანზე და ესეთი რთული შეჯიბრი რა ვიცი მგონი არ ყოფილა. ორი ადამიანის ასე უეცრად წასვლა მართლა შოკი იყო ჩვენთვის, თითოეულ ჩვენგანისთვის და დაბნეულები ვიყავით. და არც ჩვენგანს არ ნერვიულია ამ როგორც ამ შეჯიბრზე ვინერვიულეთ. თამარ, როგორ დაახასიათებთ დათოს თამაშის სტილს და შორენას? ისე როგორც დათოს თამაშის სტილს საერთოდ ვერ ხედავ, სტილი არ ქონა მას თამაშის. დათო ამ ბოლო თქვათ მეორე ნახევარში რაც ინდივიდუალური თამაში დაიწყო, ფაქტიურად გამოდიოდა ნაცის და ქეთის წყალობით მოვიდა იქამდე სადამდეც ის მოვიდა. ანუ პირადი მისი დამსახურება არანაირად არაფერში არ ყოფილა და შორენა იყო თავის თავზე ანუ თავის იმედი ქონდა, იცოდა რომ თვითონ თუ თავის თავს არ უშველიდა და არ იბრძოლებდა თავისთვის, არავინ მას ასე ვთქვათ არ მიეხმარებოდა, ანუ თვითონ იყო მარტო იყო. აი ახლა უკვე ტომში დარჩით 5 ადამიანი და იყოფა ორ ნაწილად ტომი, ანუ ვისაც აქვს ბრძოლის უნარი და ვისაც ნაკლებად აქვს ამ ბრძოლის უნარი.
აი რას ფიქრობ, შედეგი რა იქნება ამის ბოლოს? როგორ გავითარდება ყველაფერი? ვისაც ალბათ თუ კიდე გვიწევს ბრძოლა, ალბათ ვინც უფრო მეტად ბრძოლის უნარიანია. აი ვის ხედავ ყველაზე უფრო ბრძოლის უნარიანს? აი ძლიერ კონკურენტად ვის მიიჩნევ შენ? ნუ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი არის, თქვათ, ფინკი არის ერთ-ერთი. ვახოთ, ნუ ახლა უბრალოდ რაღაცა ფიზიკურ რაღაცა ცოტა მოისწრებს. რეალურად რო აიღო ზვიადისთან შერკინება, შეჯიბრება, ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე თუნდაც ვახოსთან. ხო? შეიძლება. შესაბამისად, შენ გირჩევნია რომ თქვათ ზვიადთან ერთად მოხვდე თამაშში და მას შეერჯიბრო თუ ახოს? აი მაინტერესებს. ორივესთან გავაგრძელებ, ორივესთან ერთად. ზვიად, აი შენთან კითხვა, შენ რას ფიქრობ ამაზე? დღეს რითი დასრულდება? ანუ უფრო ძლიერი მოთამაშე დარჩება თუ უფრო სუსტი? უფრო ძლიერი დარჩება. მე ახოთ. ანუ ეს იმიტომ რომ უფრო საინტერესო იყოს შემდეგი თამაშები თუ რისკი? თამუნას ურჩევნია რომ უფრო საინტერესო იყოს და უფრო ნაკლები შანსი ჰქონდეს. ვიდრე უფრო ინტერესო და მეტი შანსი მოხდეს. მე ამ შემთხვევაში პირიქით მირჩევნია. დარჩეს. რო თამაშს მოიშორებდი, იმუნიტეტი რო არ ქონდეს და დარჩებოდი უფრო ნაკლებად ძოლის უნარიანთან ერთად. აი გავიცი. რა ვიცი, არა ვარ ესეთი სუსტი როგორც შემრაცხეს. რატომღაც აი გამიკვირდა რომ ზვიადი შერაცხეს უკვე მაგარ ტიპად. არ მესმის რომ შემიძლია ამას გადმოვიღებ აკა დავამტრევ ძვლებში. აგრავ ცე. კი ბატონო, მე ვინ იქნება ძლიერი სუსტი ვნახო და რა კრიტერიუმებით აი ხო და რა კრიტერიუმით აი სუსტია ეს და აუს რაზო სუსტი გავიჩითე აქ თო. სისულელია. იმიტომ არა აქ არა ვარ. ზვიადი ყველაფერს იგებდა აქამდე. შენ ყველაფერს აგებდი. არ იგებდა ერთი იმუნიტეტი მოიგო რაღაცა რა. და ამათამ ამ გუნდმა მოიგო ისე ბოქსიორის წყალობით რა, რომელიც გუშინ გავარდა. ის ასე მიათრევდა ტარანივით აი ყველა პატარა პინგვინებს რა იმაზია ლაპარაკი. და ჩვენ გუნდში ყველა ისეთი ინდივიდუალური ტიპები ვიყავი და რაღაც არა გვეწყო და ვაგებდით, ხო? ამ მოხდა. ანუ შენ მიგაჩნია რომ ისეთივე ძლიერი მოთამაშე ხარ, როგორც თამარი, როგორც ზვიადი და როგორც ხვები, ვინც მოაღწია. აბა რა. დღევანდელ ტომთა საბჭოზე. იმიტომ ვერ მოვახწევდი სხვა ესე ვარ ყოფილი. იმიტომ გეკითხები ამას, რომ ეს არის ბოლო ტომთა საბჭო, როდესაც თქვენ სრულით გაუშვებთ კუნძულიდან. მე როგორ იქნება? მაგას მე ხაიგე. მაგა ეწყობა. დავიწყოთ თქვათ დროახმების აგროვებისა. ერთადერთი თამარიავის სახელიც არ დაიწესება. ვერ მოხდება იმ ურნაში და უფრო მეტიც თამარში შეუძლია ორ ადამიანს მისცეს ხმა ან ერთ და იგივეს ორჯერ. ნათია პირველი შენ ხარ. ხმის მიცემა უკვე დასრულდა. 6 ხმა 4-ის წინააღმდეგ. ნახოთ ვინ დატოვებს დღეს კუნძულს. ბახო. ნათია.
ვახო. ნათია. 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 ნათია შენ შეგეძლო. გამختارიყავი უკანასკნელი გმირი, მაგრამ თომის გადაწყვეტილებით შენ ტოვებ კონსულს შენ ცეცხლ კონსულზე სამუდამოდ. ჩაკრა. შეგიძლია მოვსიტყვით მიმართ. ბედნიერი ვარ რომ მე ამ კონსულზე ეს ორიგინალურ ადამიანებთან მიცხოვრია. პინკი, მიდი. ეს იყო ბოლო ტომთა საბჭო, რომელზეც თქვენ თქვენი სურვილით გააძევეთ თანატომელი. იწყება გადამწყვეტი ბრძოლა. თქვენ დარჩით 4 და თქვენში მხოლოდ 1 იქნება უკანასკნელი გმირი. თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ კუნძულზე. ყველაზე მძიმე ხვედრი მე მხვდა, რომ ეს იყო ბოლო ტომთა საბჭო, სადაც მონაწილეები წყვეტენ, ვინ დატოვებდა უკანასკნელ გმირს. და ეს აღმოჩნდი მე. რა თქმა უნდა, ძალიან